რესურსი თვითონ ოპოზიცია რაზეც საუბრობს, მშვიდობიანი დამხობა, ეს დამხობა არის, მე ასე ვიცი ყოველ შემთხვევაში, მაგრამ რა რესურსი აქვს და აი სახელმწიფოს პასუხი რა იქნება დღეს პატრონს საუბრა. ხო, მაგეთკენ მიყავდა ლაპარაკი რა. ეს რაც შექმნა სადისტური მმართველობის სისტემა იმან სააკაშვილმა. რა რეალური სურათით შეიქმნა აი ამ რუსეთთან დაკავშირებით. რომ ყველა მოიგო პრაქტიკულად რუსეთმა მოიგო რეგიონები სტრატეგიული ობიექტები და რეგიონები ჩაეგდო ხელში და მეორე მხრივ დასავლეთისთვისაც ეს დაპირისპირებული მეზობელი რუსეთისთვის მისაღები იყო სააკაშვილმაც მოიგო რუსეთს აგინებს წითელ ხალიჩაზეა და ამავე დროს აგინებს მაგრამ რუსეთისგან არავითარი საფრთხე არ აქვს აი ეს რეალური ეს რო გავიაზროთ ჩვენ მივხვდებით თვითონ პასუხს აი ამ შეკითხვაზე. ანუ გარემოებები შეიქმნა ისეთი ხელოვნურად ტერიტორიების ჩაბარება, სადისტური მმართველობა, სტრასბურგი, სასამართლოს ერთი გადაწყვეტილება მეორეზე და კიდე რამდენს მალავდნენ. ეს ვითარება ეხლა არ არის. საქართველოში აჩვენებელი არ არის რომ არ უსწრებდეთ ყველა კანდიდატ ქვეყანას. ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ბევრ რამეში, მათ შორის თუნდაც იმის კორუფციასთან ბრძოლის თემაზე ეხლა ხანს გამოქვეყნდა, ევროკომისიის ინსტიტუტებმა გამოაქვეყნეს, არა, საუკეთესო მაჩვენებლები. და პატა ბურჭულაძეს, რომელიც თავის დღედამოსწრება იმას ამბობდა, რომ ეს არის რუსეთის ბანი და არა მსოფლიო ბანი. ხა რუსეთის სასიმღერო სკოლაზე არა მაქვს მე აქ ლაპარაკი. მის პოლიტიკურ კრედოზე, სადაც არის იქ აქებს იმ მდგომარეობაშია და გამოდის ეხლა და ქართულ ჯიხს იკრავს კერჩი. იქით ხაბეიშვილია, რომელიც აბსოლუტურად მოცილებულია შინაგანათაც და არ ვიცი, ყველანაირად იმ პრინციპს, რასაც სახელმწიფოს მართვა ქვია. სააკაშვილის იმედი აქვს. სადისტი სააკაშვილის იმედი აქვს. და ეს კოლექტიური ნაცმოძრაობა მთლიანად არ არის იმ რესურსის მატარებელი, რომელიც ქვეყანას ჭირდება. და აი ამ სიტუაციაში მით უმეტეს სახელმწიფო სტრუქტურები ფეხზე დგას. ქვეყანა თავს იცავს. აი უამრავი გამოწვევა არსებობს ჩვენ გარშემო და ეს პატარა ქვეყანა დგას ფეხზე. და ამ ვითარებაში ამ რუსულ ბანს უნდა რომ გააკეთოს რაღაცა ყრილობა და მანდატებს აწევს ხო 1,200,000-ზე მეტი მხარდაჭერი ყავს ქართულ ოცნებას. ხო, მაშინ გამოვიდეს ისიც და ესეც და მომხრეა ვინ წინააღმდეგი ქუჩაში ჩაატაროს. რა გონიათ, რომ მილიონი მოვა, მილიონი ადამიანი და ეს მილიონი ადამიანი გადაწყვეტს